როგორ უნდა შევარჩიოთ ექიმი? ისო სოციალურ მედიას შევეხები. იმ დღეს ამომიგდო რაღაც ვიდეო ერთ ბიჭს ედო რიგში იყო და შესული იყო თავის ექიმ სტომატოლოგთან და ბავშვი იყო კაბინეტში შესული და ძალიან როგორ გითხრათ კივილწივილი გამოდიოდა ექიმის სამუშაო კაბინეტიდან ბავშვს ეჩხუბებოდა უყვიროდა დედაც იქვე იყო დედა ცალკე ნერვიულობდა გარეთ იქ შიგნით ბავშვი იცით რა არის შეიძლება ძალიან არაკოლეგიალურად ისმის ახლა ჩემი მხრიდან მაგრამ ესე არ შეიძლება. ესე ვერ მოვექცევით ბავშვს. Ოდესაც პირველად მიდის ბავშვი მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოა. უკვე აქვს პრობლემა რომ ტკივა და მიდის. იქაც თუ მე დავხვდი ექიმი რომელიც ვეჩხუბები ვუყვირი და რაღაცა აქსესუარები არის სკინის თითები გავიკეთო რომ არ მიკბინოს თითზე და აი ამ მეთოდებით თუ და ჩემი ასისტენტი თუ ბავშვს აკავებს და მე აქედან ვეჭიდაობი რომ კლუს უმკურნალო აი ეს უკვე არასწორია. თანამედროვე სტომატოლოგიაში ესე არ ხდება ამ მეთოდით არ ხდება ბავშვის მკურნალობა. ბავშვს თუ ესე ძალიან ეშინია და ექიმის დანახვაზეც უკვე ისტერიკა ემართება, ნუ გავაწვალებთ იმ ბავშვს და უფრო მეტ პრობლემას და მის მეტალურ ჯანმრთელობას უფრო დიდ საფრთხეს ნუ შევუქმნით. შეგვიძლია ნარკოზით უმკურნალოთ ესეთ ბავშვებს. ბავშვმა გაიკეთოს ნარკოზი, დაიძინოს, გაიღვიძოს და ის 4 კვირი რომელიც პირობითად ტკივა და აწუხებს, ვერც მიხვდეს ისე მოხდეს ნარკოზის ქვეშ ამ ყველაფრის მკურნალობა. აი ძალიან ბევრი საშუალება არის იმისთვის, რომ ეს კივილწივილები და ჭიდაობა ბავშვთა სტომატოლოგიაში არ ხდებოდეს.